თავზურგ-ტვინის სითხის ვენური ფისტულის დიაგნოსტირება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ცერებრალური ანგიოგრაფია, რენტგენის ტიპი, რომელიც გამოიყენება თავის ტვინის სისხლძარღვების გამოსაკვლევად. თავზურგ-ტვინის სითხის ვენური ფისტულის დიაგნოსტიკა შეიძლება რთული იყოს, რადგან სიმპტომები შეიძლება იყოს ბუნდოვანი და არასპეციფიური. ამიტომ აუცილებელია სამედიცინო სპეციალისტის მიერ საფუძვლიანი შეფასება. დიაგნოსტიკური პროცესის პირველი ნაბიჯი არის ექიმის მიერ ფიზიკური გამოკვლევა და სამედიცინო ისტორიის განხილვა. ექიმი გამოგკითხავთ თქვენი სიმპტომების, სამედიცინო ისტორიის შესახებ და ჩაატარებს ფიზიკურ გამოკვლევას თქვენი ზოგადი ჯანმრთელობის შესაფასებლად. თუ თქვენი ექიმი ეჭვებს თავზურგ-ტვინის სითხის ვენურ ფისტულაზე, მან შეიძლება დანიშნოს ვიზუალიზაციის კვლევები დიაგნოზის დასადასტურებლად. თავზურგ-ტვინის სითხის ვენური ფისტულის დიაგნოსტიკაში ყველაზე ხშირად გამოყენებული ვიზუალიზაციის კვლევებია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტირებით, კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით და ცერებრალური ანგიოგრაფია. მათ კონტრასტირებით არის არაინვაზიური დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციის კვლევა, რომელიც იყენებს მაგნიტურ ველსა და რადიოტალღებს თავის ტვინისა და ზურგის ტვინის დეტალურ გამოსახულებების შესაქმნელად. მრტში გამოგენებული საკონტრასტო ნივთიერება ემსახურება თავზურგ-ტვინის სითხის სივრცესა და ვენურ სისტემას შორის არანორმალური კავშირის გამოკვეთას. კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით არის კიდევ ერთი არაინვაზიური დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციის კვლევა, რომელიც იყენებს რენტგენის სხივებს თამის ტვინისა და ზურგის ტვინის დეტალურ გამოსახულებების შესაქმნელად. კოტში გამოყენებული საკონტრასტო ნივთიერება ემსახურება თავზურგ-ტვინის სითხის სივრცესა და ვენურ სისტემას შორის არანორმალური კავშირის გამოკვეთას. ცერებრალური ანგიოგრაფია არის ინვაზიური დიაგნოსტიკური კვლევა, რომელიც მოიცავს კათეტერის შეყვანას საზარდულის ან მკლავის არტერიაში და მის გატარებას თავის ტვინის სისხლძარღვებამდე. შემდეგ კათეტერის საშუალებით ხდება საკონტრასტო ნივთიერების შეყვანა სისხლძარღვების ვიზუალიზაციისა და თავზურგ-ტვინის სითხის სივრცესა და ვენურ სისტემას შორის არანორმალური კავშირის იდენტიფიცირებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი კვლევები დიაგნოზის დასადასტურებლად ან სხვა მდგომარეობების გამოსარიცხად. ეს კვლევები შეიძლება მოიცავდეს სისხლის ანალიზებს, ლუმბალურ პუნქციას ან სხვა ნევროლოგიურ ტესტებს. შეჯამების სახით, თავზურგ-ტვინის სითხის ვენური ფისტულის დიაგნოსტიკა მოიცავს ფიზიკური გამოკვლევის, სამედიცინო ისტორიის განხილვისა და ვიზუალიზაციის კვლევების კომბინაციას, როგორიცაა მრტ კონტრასტირებით, კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით და ცერებრალური ანგიოგრაფია. აუცილებელია სათანადო დიაგნოზის მიღება, რათა უზრუნველყოფილიყოს შესაბამისი მკურნალობა.